დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე არ შეიძლება ვინც არ უნდა იყოს ეს მემარცხენე, მემარჯვენე, პარტიული, უპარტიო, ამ ქვეყნის მოქალაქე, არა მოქალაქე, მაგრამ შვილი ამ ქვეყნის ქართველის მეხსიერებაში რომ არ აღსდგეს გენეტიკურად მაინც 25 თებერვალთან დაკავშირებული მოვლენები. იმიტომ რომ 25 თებერვალი ეს არის სინონიმი რეპრესიების საქართველოში. ეს არის სინონიმი 9 აპრილის. ეს არის სინონიმი 8 აგვისტოს. ყველაფერი რაც აგრესიასთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მიმართ ასოცირებულია 25 თებერვალთან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და უთხრათ უარი ოკუპაციას, უთხრათ არა ოკუპანტებს. ოკუპანტი კი რუსეთი.